გამარჯობათ მეგობრებო, გუშინ ვერ მოვასწარეთ, დაგვიღამდა და დაგვრჩა სულ რაღაც 4 საათი და ნიუ-იორკს დავტოვეთ და ამ ბოლო 4 საათში, რასაც მოვასწრებთ, გადავხედოთ და ბოლო აკორდით უკვე გამოვიმგზავროთ სამშობლოში. აი მოვედით აგერ ბრაიტონ ბიჩზე. გონი ვინც ამერიკაში ქართველია წამოსული 80-85% მოდის ამ რაიონში. რომელიც ითვლება რუსულ რაიონად ბრაიტონ ბიჩი. ეხლა დილაა, ბევრი ხალხი არ დადის, მაგრამ აი კალინკა გირც და ერთ-ორ წუთში მოგიყევით ამ უბნის შესახებ და მე ერთი ადგილი გვაქვს სანახავი და ასე ნენდლა მივყვეთ. აი ბრაიტონ ბიჩი ბევრ ადამიანს არ მოსწონს, მაგრამ მე პირადად ამ რაიონში ვცხოვრობ და მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ დავიში, არა მარტო შეჩვევითაც, არაც იმიტომ რომ პირდაპირ ოკეანის პირას არის ეს უბანი. ერთადერთი სანაპირო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იბანაონ, ეს არის ბრაიტონ ბიჩი, ნიუ-იორკში. აი ეს სანაპიროა და მეორე არის ცოტა მოშორებით, იქით ლონგ აილენდი ქვია, იქით რაიონს და იქით დადიან ხოლმე ზაფხულობით ადამიანები, მაგრამ ეს მაინც ჯობია. თავის დროზე ეს ბრაიტონი ხო ქალაქია ინგლისში, იმის საპატიც უნდა დაარქვეს. ეს სახლები არ იდგა აქ და აქედან მანჰეტენამდე რაღაც არის 15-16 კილომეტრი და ეს ითვლებოდა საკურორტო რაიონად. ეს იგი მანჰეტელელები, ქალაქელები ჰქონდათ აქ სახლები, დაჩები და ზაფხულობით მოდიოდნენ და ისვენებდნენ. საკმაოდ კაი ადგილია. მე პირადად ძალიან მომწონს და ბევრს დამეთანხმება. და მე უკვე განვითარდა ნიუ-იორკი გაიზარდა, სახლებიც აშენდა და ნახეთ, სულ ამ გაყოლებას რუსული რესტორნებია ტატიანა გრილი, ვალნა, აქეთ გარდენ ოფ ჯოი, ესეც რუსული რესტორანია. მოკლედ ვიტყვი, ესე იგი ამ შენობებში ეს არის ებრაელების შენობა, პატრონები არიან, ძირითადად ებრაელები. და 70-იან წლებში უკვე ებრაელებმა რო დაიწყეს საბჭოთა კავშირიდან წამოსვლა, ადგილობრივი ებრაელები ეპატიჟებოდნენ მათ. და აქ ამ სახლებში ძირითადად დასახლებული იყვნენ შავკანიანები. პირველი ემიგრანტები, ასე თქვა, პირველი ტალღა ემიგრანტების იყო ოდესიდან წამოსულები, ეს რუსი ებრაელები. აი თვითონ მეპატრონეების ამ შენობების მეპატრონეებიც იმით იყვნენ დაინტერესებულები, რომ ეს ასე თქვათ, ეს უბანი, ეს რაიონი გაცეცრებული იყო. და არის მთელი აი რომანები რო წაიკითხოთ ბრაიტონის შესახებ, იყო დაგნარი, მთელი დაგადაგა და ერთ სიტყვით ამ ჩვენმა უდესებმა ებრაელებმა განდევნეს ეს შავკანიანი მოსახლეობა და იქით კონიალინის კუთხეში არიან გადასახლებული და ამიტომ 40-50 წელი ეს რაიონი ითვლება თეთრ რაიონად. ნუ პირდაპირ ამბობა Russian area, ესე იგი რუსული უბანი. აი ამ სახლში ვცხოვრობ მე და ჩემი შვილები, ჩემი ორი შვილი, რომლებიც სტუდენტები არიან, აი აქირავ. და ძირითადად რუსულად მოლაპარაკე ადამიანები ცხოვრობენ აქ. Здорово. Как жизнь? Как идет жизнь? Нормально? გვერდზე არის ჩვენი აგერ სხვათა შორის ცენტრში ვარ, ასე თქვათ, ბრაიტონის ცენტრში. აგერ ეთმა ჩვენმა თანამემამულემ გახსნა აგერ Little Georgia. ქართული სამზარეულოა. აი შაურმასაც აკეთებენ. წარმატებული ადგილია. თუ გინდა ქართველი შეგვდეს აქ ვინმე, უნდა დადგეთ ცოტა ხანი და აუცილებლად მოვა ვინმე. ვინმე აუცილებლად Little Georgia. იქითაც არის რესტორანი ქართულები, მაღაზიები, რუსული მაღაზიები და მთელი ამბები. მე დრო არა მაქვს ბრაიტონზე ეს უკვე სპეციფიკური თემაა. ბევრი შეიძლება ილაპარაკო. ვინაიდან ჩვენ ახლა ჩვენი მიზანი არ არის ბრაიტონზე ლაპარაკო, ჩვენი მიზანია რუბრიკას არ გავსდეთ.
ნიუ-იორკის ქუჩებში. ზოგს უყვარს ბრაიტონი, ზოგს აი ეჯავრება, არ ვიცი რატო, მაგრამ ფაქტია, რომ ვინც აქ ჩამოდის პირველ რიგში აქ იწყებს მოღვაწეობას, მერე ცოტა ფინანსურად უმოძლიერდება, მერე უკვე გადადიან იქით ამერიკისკენ. მე ხალხმრავლობა, ეხლა დილა უბრალოდ ბევრი ხალხი არ არის. დილის 9 საათია და ფაქტობრივად ყველა სამსახურებში არიან. მე მომწონს დინამიკა და როდესაც აქტიურად საბჭოთა კავშირია და მოგეხსენებათ ეხლა ბევრს ცუდი მოგონებები აქვს საბჭოთა კავშირის შესახებ და ვისაც პრეტენზია და ამბიცია რომ ამიყოს ამერიკელი გადადიან იქ-იქ სხვა შტატებში და ცდილობენ გახდნენ ამერიკელები. ჩვენ ახლა აქ ინტერესი არ აქვს, ჩვენ სხვა ინტერესი. ბრაიტონზე შემდეგ ჩამოსვლაზე უფრო დაწვრილებით და უფრო ადამიანებს რო შეხვდებით, მაშინ უფრო მოგიყვებით ყველაფერს. წავიდეთ ახლა მანჰეტენზე, დავემშვიდობოთ და გადავხედოთ ზემოდან ქალაქს. ისევ დავუბრუნდეთ მანჰეტენს, თავისი ენერგიით და თავისი ეგურებებით. Orientation მუსიკა და ახალგაზრდული ენერგია. You guys have excellent taste. Excellent. I mean, ultra excellent taste. Thank you. Lay back and groove it like you won't feel that beat. And we're gonna run the boogie. Share that beat alone. I wanna rock with you. Rock you into this. მანჰეტენი არის ენერგიით სავსე დიდი მუხტით დამუხტული ქალაქი, იმიტომ რომ ამ ქალაქში რომ იმოღვაწეო და იმოქმედო უნდა იყო ძალიან ენერგიულად დამუხტული, სხვანაირად ვერ მიახდე წარმატებას. აქედან გამომდინარე ითხოვს ძალიან ბევრ ფიზიკურ და სულიერ ენერგიას. აქედან გამომდინარე ახალგაზრდა თუ არ ახარ ძალიან ძნელია, სხვანაირად არ გამოვა. ტემპი დიდი, ყველა სადღაც გარბის, ყველა სადღაც ეჩქარება. და მორონტრიალში არ უნდა დაეკარგო. მორონტრიალში ვინახებს ეს? ახალგაზრდა. ყველა სადღაც გარბის, ყველა დაკავებულია, ყველა მიზანი აქვს. ნახეთ სიარულები, ტემპით, გიჟებივით დადიან, ყველას ეჩქარება სადღაც. მე კიდე ესე დროსა ვარ, როცა ხალხი უკვე სამსახურშია მისული, თორე ზოგჯერ ისე ტემპია. მიხვები ხოლმე ამ ნაკას, ამ ხალხიზე და სად გარბი ხარ არ იცი შენ თვითონ. ეს არის დაკავებული ხალხის სინდრომი. აბა თბილისში ასე ვინმე დარბის? ნახეთ, სულ ყველა ვიღაც სადღაც მიდბიან, გადარბიან და ჭიანჭველებივით სულ ფუსფუსები. მეც აი მოუმატე ტემპი და მეც ამათ ტემპში მივდივარ. მანჰეტენი არ არის ახალგაზრდებისთვის, მიწით ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის. ყველაზე დაუცველი ხალხისთვის. ახლა წარმოიდგინეთ ბავშვი ცხოვრობს აი ესეთ შენობაში. იმას სეიმობა უნდა, სირბილი უნდა, გამოხარ გარეთ, უკვე მოძრაობაა, სანამ წავიდეს მეთვალის. თუ მშობლები ყავს შეძლებული, გასაგები იმას წაიყვანენ, ან რომელიღა სპორტულ კლუბში, ან ცეკვაზე, ან სახას რა, დაკავებულია ეს ბავშვი, მაგრამ იმას ხო გადახდა უნდა. და თუ არა გაქვს ფული, მაშინ რას უშვები ამ ბავშვს? და იგივეა მოხუცებზეც. ახლა ცხოვრობს სამსახურში ეს მოხუცი, გამოვა სანამ წავიდეს. სულ შენობებია, დასავი შენობები, სანამ გაისენო და ზითელი რღები სახში. გამოჩუნჩურდებაში და მაღაზიაში მივიდეს სადმე და წავიდეს. ძნელია. სად ახლა ჩვენი ბავშვები საქართველოში ეზოში გაუშვეთ ილიბენს, ბავშვებთან ილიბენს, ფუხტუნავეს, სულაც არ გინდა იმდენი თანხა რომ დახარჯო, რომ ამ ბავშვმა რო გაატაროს.
ასე მოხუცით. გაილოცეთ ჩვენი მოხუცები. ეზოში მაინც დაждდება. დომინოს გააგორებს. დომინოს ითამაშებს, ნარს გააგორებს და არის სულთა ჰარმონიაში. აქ ამიტომ ყოველთვის სანამ ახალგაზრდა ხარ, აი ესეთი ტემპია, ხო? ყველა 20-დან თქვა 55-მდე, ხო? აი ამ პერიოდში უნდა მოასწრო შენ რაღაცის მიღწევა. თუ ვერ მიაღწიე, თუ მიაღწიე ძალიან კარგი, იმიტომ იმ სიბერასა და იმ ასაკსაც გაელამაზებ. ვთქვათ, სადმე წახვა დასასვენებლად ამოხვა, მაგრამ თუ არა გაკეთეს ფული, თუ არა გაკეთეს მიღწეული, მას უნდა უწყო და გამოდის რომ დაანძნები და მე რომ ვკითხო გაელოცო ჩვენი არე ასეთი ცხოვრებით ეს არის მოცემულობა ეხლა გემოვნებაზე არ დავობენ მაგრამ მე ვამბობ იმას რაც რეალობაა მანჰეტენი და ნიუ-იორკი არის ახალგაზრდების ქალაქი 20-დან 55-მდე აი ამ ასაკში უნდა მოასწრო ყველაფერი მე უკვე მე თქვენთვის მომიბარებია ჩემი მეგობრობა თქვენთან განსაზღვრით ეს 20 რამდენი გამოდის 35 წელი დარბიხარ ფულზე ფიქრობ იმას აკეთებ გავიწყდება ურთიერთობები გავიწყდება მეგობრები გავიწყდება ყველაფერი მე მიაღწევ და ფიქრობ ღირდა ამდენი სიკვდილი ასეა ფილოსოფიაში გადავედი აი რასვისენ გადავხედოთ ჩვენ ნიუ-იორკ ზემოდან ხელა სათაბჯენებია ჩემ პირდაპირ არის როკფელერ ცენტრი ეს ყველაზე მაღალი შენობა იყო მონიეთი 50-იან წლებში აშენა როკფელერმა მათ ოჯახმა და მე ის გვერდზე ამოშენეს ძალიან ბევრი მაღალი შენობები შეხედეთ ქაოსი წესრიგიანი ქაოსი ან ქაოსიანი წესრიგი ეს შტაბ-ცილებაა ზემოდან რომ გადახედავ ნიუ-იორკს რა ხდება მინარი რა არის ეკი ჩორშოს არის ბრუკლინი აქედან ხარეს კვინსი რა ხდება ზემოდან ვინ არის პატარა ჭიანჭველა ხა ზემოდან ქვემოთ რო გადმოხედავ ზემოთ ვინ ახლა არაფერიც არ ახლა მე ამ ხეთს ვეძახი ხოლმე ქაოსი ჯოჯოხეთში ან ჯოჯოხეთი ქაოსი მოწესრიგებული ქაოსი რა ბევრი ეტიპეტისა ბევრი აზრი მოდის ამას რო გადახედო ხოლმე ამ ამდენი ადამიანი ტრიალებს ამდენი დარბის ამდენი შოროს ამდენი ოცნებობს ფიქრები ძალიან ბევრია. აქედან კიდე ჩანს აი ეს ცენტრალ პარკი. აი ეს ხო კონძულია მთლიანად მანჰეტენი და მე მაშინაც რო გითხარით გადაწყვიტოს რომ ამდენ შენობებს რო ავშენოთ პატარა პარკი მაინც დავიტოვოთ. მე ცენტრალ პარკი აი ეს ვინც ჯანმრთელობა უნდა და ცხოვრებაში ამ სტრესულ სიტუაციიდან გამოვიდეს. აი უკვე იმ პარკში ასე ვთქვათ ისუნთქავენ სულთა ხაეს. გოშთან მეშტავია. მაგრამ ძალაუნებურად ფილოსოფიური აზრები მოგება. ეხლა ჩამოგიყალეთ, უი მე ამბავია, ვინ ახლა არაფერიც არ ახლა. გონია რომ რაღაცა ხამას იმანდრიში არაფერიც არ ახლა. ამას რო შეხედა ყველაფერს. გინდა ფილოსოფიურად იწყებ ფიქს. მე ძალიან ბევრი მილეკავს მეგობრები მიკავშირდებიან და მეუნებიან აკაკი, აი როგორ ჩამოვიდეთ ამერიკაში. აღარ შეუძლებელია საქართველოში დარჩენა. იქ ვალები მაქვს, იქ პრობლემები მაქვს და მინდა წამოვიდე და გამოვიდე და მე ეს რაღაცას გეტყვით. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ჩემო მეგობრებო, არავინ აქ არ გელოდებოთ. ალბათ მეტყვით, რატო ასე უხეშად. და მე ახლა აგიხსნით. ზოგი ამბობს, იცი მე ბიძაშვილი ყავს, დედაშვილი ყავს აქ ამერიკაში ჩამოვლენ დამეხმარებიან, ძალიან კარგი. და ისიც ბუნებრივი ადამიანს როცა უჭირს, ის ძალაუნებურად ცდილობს, რომ თავის მატერიალური მხარე გამიმჯობესოს.
მაგრამ ის ადამიანი რო ჩამოვა ამერიკაში კი ყველა ის ბიძაშვილის მამიდაშვილის ყველა დაეხმარება ინასაც უშოვიან სამსახურსაც უშოვიან აი მეც მასე ვარ ხოლმე რომ ვინასა მეტი რა გინდა ბედნიერი და დაიწყე მუშაობა მაგრამ აი მაგაშია მთელი საქმე რომ მე რეიწყება პრობლემები იმდენად დაკავებული ხარ აქ იმდენად გადართული ხარ თითქოს სამსახური გააქვს თითქოს ვინაც გააქვს მანქანას იყიდ იქ ცოტა წინ წაახვალ მაგრამ მე ვფიქრობ რაღაცა მაკლია ის ბიძაშვილიც უკვე ახლოს აღარ არის ჩემთან ის კლასელი ახლობელი ვინც მე აქ დამეხმარა არა იმას განა უნდა უბრალოდ იმდენად არიან აქ ადამიანები დაკავებულები აი კი ტელეფონი დაურეკა უკვე ვეღარ შეხვდები ან დაღლილი ხა აი ჩვენთან აი რისი თქმა მინდა იცი აი ხო არის ვალდებულებები და უფლებები გადის დრო მუშაობენ ადამიანები იღლებიან ერთი კვირა გავა დაისვენებს აღარ უნდა წასვა არც ამხანაგთან არც მეგობართან არც ნათესავთან უჩვენია დაისვენოთ მე ისევ შემდეგი კვირა მოდის ისევ ასე გძებდება თვეები წლები ემახლებთან უკვე ურთიერთობა აღარ აქვს უბრალოდ უკვე გეზარება კიდევაც მომენტ კი თქვა თვეში ერთხელ შეხვდები ორჯერ შეხვდები მაგრამ აი ეს ქიმია ასე ვთქვა ჟარგონი რო თქვა უკვე აღარ არის რა არის მეგობრობა რა არის ახლობლობა არის ურთიერთობა მოგონები მაგრამ აქ ეს ურთიერთობები შორდება და იმიტომ რომ იმასაც თავისი პრობლემები აქვს მიმდინარე გადასახდელები გეგმები და ამ სირბიში მეგობარიც აი უხეშად არ მინდა თქვა რომ ეს ურთიერთობა აი ცივდება კი არა შორდება მე კი არ ვაძაგებ აი შორდება და არ აქვს ძალია იმისთვის რომ ყველა არის თავის საქმისთვის და მე ეძახია აი ქართველები არ ვეხმარებით ერთმანეთს გვერდზე არ უდგევართ არა მეგობრებო ყველა ერთმანეთს უდგას და ყველა ერთმანეთს ეხმარება უბრალოდ აი ეს მოდური სიტყვარვარი კონტექსტი გარემოება ასეთი ეს არის კაპიტალიზმის სამყარო ამიტომ იკარგება ეს ურთიერთობები და მე ისე გადის ეს წლები რომ ფიქრობ რა იყო ესა საწავი და აი რა ჩვენ გვაქვს ქართველებს და საქართველოში აი ეს არის დიდი აი დღემდეც ხო თქვა არა გვაქვს შემოსავალი არა მაგრამ ერთმანეთზე ზრუნავთ ხო ნათესავები მეგობრები უბნელობები კლასელობა უბნელობა მაკაცობა მეგობრობა გაუნათლებლები ვართ უხეშები ვართ მაგრამ ჩვენ ვალდებულებები გვაქვს და აქ ყველა უფლებებით გელაპარაკებ მე ძალიან ხშირად ქუჩაში დავარდება კაცი მოხუცი და არავინ არ ეკარება აი რომ არ მოკიდო შენი უფლება არ არის შენი ვალდებულება შენ არ არის ამასთვის არის ექიმი ამისთვის არის ექიმი და იმანო მოკიდოს თორე მე შეიძლება გიჩივლოს ეგეთ აი ადამიანი მე მაგათა პრობლემა და მივადექი ჩემ მეგობარს და უყვები ხო ის გეტყვის ხო მე მიადექი ექიმს მიაკითხე ბანკის მიაკითხე ბუღალტერს და ის მოგიგვარებს გვარდება ან არ გვარდება მაგრამ აი ეს რუსებმა როიცენ იზიუმ აი სიყვარული და ის მუღამი და ჩემებურად თამო ქიმია არ არის და ამიტომ აი ესე ცივდება ეს ურთიერთობა და აქედან გამომდინარე ვიძახი არავინ თქვენზე არ იფიქრეთ თქვენ თვითონ უნდა მოძრაოთ და მე ამას იმიტომ კი არ ვიძახი რომ აქეთ არ წამოხვიდეთ წამოდით მე უბრალოდ მინდა რომ თქვენთვის ეს იყოს ადვილი გადასატანი და მე იმაში არ ჩავადე თუ წამოხვათ ეს არის მოცემულობა რომელსაც უნდა მე სტრესში ვარდები მე ვფიქრობ რა არის მეგობრობა რა არის ურთიერთობა რატო ცივდება ხო ხდებით რისი თქმა მინდა რა ამიტომ ვინც წამოხვათ დაფიქრდით არ არის ადვილი ცხოვრება რა გვაქვს ჩვენს 60-70 წელი და ამ კი მესმის მიზნები უნდა გადალახო ეკონომიკურად უნდა გადალახო მაგრამ აი ეს ურთიერთობა სულ სხვა არის შემდეგ ჩამოსვლაზე მე უფრო ადამიანებზე ვილაპარაკებ ადამიანებს შევხვდები და აი ხა მე რაც ვილაპარაკე ისინი უფრო გადმოგვცემენ არ ვიცი რამდენად გამომივიდა მაგრამ რა თქმა უნდა ცხოვრება არჩევანი ყველას აქვს თვითონ უნდა აირჩიოს თავისი გზა რა თქმა უნდა ყველას წარმატებას უსურვებ და გაუფრთხილდეთ ამას ჩვენ ძალიან ბევრი კაი რაღაცეები გვაქვს ეხლა მე ვიცი რაც არ უნდა დამემართო საქართველოში რაც არ უნდა გამიჭირდეს
უფლოთაც რო იყო უსამსახუროთაც უბნელები, კლასელები, მეგობრები და უცხო ადამიანის კი გვერდზე დამიდგება. აქ არ არის ასე. აქ არ უნდა დაგიდგება ის გეტყვის. აი ის ჩემი საქმე არ არის. ეგერ არის ექიმი, ეგერ არის უფლებადამცველი. კი იურიდიულად მართალია. რა რატომ ავალდებულებ? უფლებები არ გამოიხატება. აი ეს მომენტია. ეს არა მარტო ამერიკაში, ეს ევროპაში და მთელ მსოფლიოშიც არის, მაგრამ რა ვიცი, მაინც ქართველებს გვაქვს, რასაც ბევრი არ უთხრა, აი უცხოელები რო ჩამოდიან, ამას ხას უსვამენ. მე ადრე ვერ ხდებოდი, მაგრამ ეხლა რო უყურებ აქაურ ცხოვრებას, რო უყურებ, უკვე გუთან მოდის ეს ყველაფერი. აი ამ ხელა შენობები, აი წამოდგეთ ამ ხათა ხროვაში. სადა დაიკაკა სული. მიტირა და არ ემსახურება რომ სულ განწყობაზე მოგიყვანოთ მეგობრებო. არა, უბრალოდ გეუნებით რაც არის და ცხოვრება მაინც კარგია, არ მოიშვათ. უბრალოდ თუ წამოყვათ ამისთვის რა თიყავთ. მე კიდევ მეგობრებო მოვდივარ ჩემ საქართველოში. სუდამოვს და გერმანიაში მივდივარ. მიუნხენში. რა ვიცი, ნახოთ ახლა მიუნხენში ჩახვიდე და ლუდი და სოსისი არ გასინჯო იქ ყავს ერთი ფაუ კლარა, მაგრამ ნახოთ ეს რეგულაციებიდან გამომიშვებენ აეროპორტიდან. თუ არა და თუ გამომიშვეს აუცილებლად მიუნხენიდან დაგიკავშირდები. თუ არა და თბილისში. აბა კარგად ზანდებოდით. მე უკვე ერთი თუ მიუნხენში გამომივიდა დაგიკავშირდით. თუ არა და ერთი 10 დღე ინტერნეტ სივრცეში არ გამოჩნდები და გამოჩნდები უკვე საქართველოში. და საქართველოში სხვა ძალიან ბევრი რაღაცები, ოკეი, ამერიკა, საქართველოში იმდენი რაღაცებია. ერთ სიტყვით ეს მომავალში ნახოთ. მე ერთ გეტყვით მეგობრებო. არ დანებდეთ, ყველაფერში კარგი ვნახოთ და თავარია ამ მიმდინარე პრობლემებმა არ ჩაგიწიოთ. აბა კარგად ზანდებოდეთ, მომავალ შეხვედრად. დავამთავრეთ ჩვენი მოგზაურობა. Bye bye, America.